გამარჯობა მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. დიდი კონკურენცია PSG-ში და კვარაცხელიას გამოგან თავისუფლებული ჟურნალისტი. რატომ მიაყენეს ქართველს შეურაცხყოფა? ლივერპულმა მეორე ტესტ მატჩი გამართა. როგორ მიდის მამარდაშვილის ადაპტაცია? ვიდეოს დაწყებამდე კითხვა უნდა მაქვს, რომ დამიფასოთ შრომა და ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე ჩვენი მიზანია, რომ 95000 გამომწერზე ავიდეთ. ამიტომ თუ ახალი ხარ, გამოყავი 2 წამი და გამოიწერი არხი. მადლობა მეგობარო, თუ ეს ჩემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე და მოდი დავიწყოთ. ლივერპულმა ახალი სეზონისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა. არნე სლოტის გუნდი მედიისა და გულშემატკივრებისთვის დახურულ მატჩი სტოკ სიტის დაუპირისპირდა და 5-0 გაანადგურა. გიორგი მამარდაშვილი კი კვლავ მერსესაიდელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ამჯერადაც მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა. სტოკ სიტის ფეხბურთელებმა კი ქართველი მეკარის კარის მიმართულებით რამდენჯერმე დაარტყეს, თუმცა ზუსტი მცდელობა არ ჰქონიათ. არნე სლოტმა კი მამარდაშვილი პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ შესვენებაზე შესვალა. სამწუხაროდ მატჩის პირდაპირ ტრანსლირება არ მომხდარა, რის გამოც ქართველი მეკარის მომენტების მოძიება ვერ მოხერხდა. მაგრამ უნდა ითქვას, რომ გიორგის გუნდთან ადაპტაცია ძალიან კარგად მიმდინარეობს და იმედი დავიტოვოთ, რომ ქართველი მეკარე ძალიან მალე გუნდის შეუცვლელი ფიგურა გახდება. თუ პიცის მოყვარული ხარ, შენთვის კარგი ამბავი მაქვს. დიდი ღომში კერძოდ იოანე პეტრიცის 12 ნომერში ახალი პიცერია გაიხსნა, სადაც ხარისხიან ინგრედიენტებზე მისაღებ ფასებსა და კომფორტულ გარემოზე განსაკუთრებულად სრუნავენ. შეკვეთისას გამოიყენე პრომოკოდი ფეხბურთი და ყველაფერი და ისარგებლე 20%-იანი ფასდაკლებით. ხოლო თუ სახლიდან გასვლა არ გსურს, პიცერია ხელმისაწვდომია როგორც ბოლცი, ასევე გლოვოზე. გარდა ამისა, თუ გამოიწერ პიცერიის სოციალურ ქსელებს, შეგეძლია მონაწილეობა მიიღო PlayStation-ის გათამაშებაში. გათამაშების დეტალები კი ვიდეოს აღწერაშია. PM პიცერია შეაფასე გემო, რომელიც დეტალებშია. ყველა საოცრებს ქოჩორაშვილის სპორტინგის გასახდერის ლიდერად ყალიბდება. სპორტინგში გიორგი ქოჩორაშვილის არაოფიციალური დებიუტი სელტიკთან ამხანაგურ შეხვედრაში შედგა. 26 წლის ქართველი ნახევარმცველი კი მოედანზე 58 წუთზე შევიდა და იმდენად კარგად ითამაშა, რომ ყველა მოხიბლა. ქოჩორას კი რუი ბორჯეშის წინაშე მომდევნო გამოცდის შაბარება სანდერლენდთან ამხანაგურ შეხვედრაში მოუწევს. იქამდე კი პორტუგალიური მედია ლომების ქართველ ახალწეულზე აღფრთოვანების წერას აგრძელებს. კერძოდ ქართველის შესახებ შემდეგი კომენტარი კეთდება. გიორგი ქოჩოლაშვილის სპორტინგის სეზონის წინა მოსამზადებელ ბანაკში სასიამოვნო სურპრიზი აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც ახალწეულმა ფეხბურთელმა სელტიკთან თავისი თამაშით რუი ბორჯეს თავი მოაწონა, შესაძლოა რომ ის სპორტინგის გასახდერის ლიდერი გახდეს. გამოცემა რეკორდის ცნობით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის ქცევა სპორტინგში გაუწებას იწვევს. როდესაც მან ალკოშეტიში ვარჯიში დაიწყო, გიორგის მარჯვენა კოჭის ტრავმა აწუხებდა, მაგრამ ლაგოში შეკრებისას ის უკვე თანაგუნდელებთან გაშინაურებული იყო. სათქმელია ისიც, რომ კამერების გარეშე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ვარჯიშის პროცესში აქტიურად იყო ჩართული. ის აძლევდა რჩევებს და ამხნევებდა თანაგუნდელებს, რითაც მწვანე თეთრების სამწვრთნელო შტაბის წევრებსაც აღაფრთოვანებდა. წერს ლეონინო ქართველი ფეხბურთელის შესახებ. კორბერანის უშუალო მოთხოვნა. ვალენსია ჩაკვეტაძე სერიოზულად განიხილავს. გიორგი ჩაკვეტაძის მომავალთან დაკავშირებით, როგორც ინგლისურ, ასევე ესპანურ სპორტულ პრესაში უამრავი ინფორმაცია ვრცელდება. მართალია ბოტფორდის ახალი თავკაცი ქართველ ნახევარმცველზე დიდ იმედებს ამყარებს, მაგრამ სრულიად შესაძლებელია, რომ გიორგი მახალი სეზონი სულ სხვა კლუბში და სულ სხვა ქვეყანაშიც დაიწყოს. გავრცელებული ინფორმაციით ვალენსიას თავკაცი კარლოს კორბერანი კლუბის ხელმძღვანელებს უკვე ესაუბრა და მათგან ვერ მიიღო ის გარანტიები, რომ გუნდის ლიდერების ხავი გერესა და კრისტიან მოსკერას შენარჩუნება მოხერხდება. მათი წასვლის შემთხვევაში კი ღამურების დამრიგებელი ნახევარდაცვის გაძლიერებას ითხოვს და მისთვის პრიორიტეტული ვარიანტი ჩაკვეტაძეა. როგორც იწერება, მოსკერას არსენალში 20 მილიონ ევროთ გაყიდვა თითქმის გადაწყვეტილია, ხოლო აღებული თანხის ნაწილი სწორედ ბოტფორდიდან ჩაკვეტაძის ტრანსფერის გამოსყიდვას უნდა მოხმარდეს. ამიტომ შესაძლოა, რომ გიორგი სულმალი ახალი კლუბის მაისურით ვიხილოთ. და რას ფიქრობთ თქვენ მეგობრებო? იხილავდით თუ არა თქვენ გიორგის ვალენსიას მაისურით? საფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ლამის ყველა ევროპულ საფეხბურთო გრანჩი სერიოზული გადაადგილებები ხდება და გამონაკლის, რა თქმა უნდა, არც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული წარმოადგენს. პარი სენ-ჟერმენის ხელმძღვანელები გაძლიერების პარალელურად იმ ფეხბურთელების გაშვებასაც გეგმავენ, რომელთაც ლუის ენრიკე მცირე სათამაშო დროს აძლევს. მათ რიგებს კი მიეკუთვნება დედაქალაქური კლუბის კორეელი ლეგიონერი ლი კანგინი, რომლის თაობაზე ავტორიტეტულმა გამოცემა ეკიპმა შემდეგი ინფორმაცია მოგვაწოდა. გასული სეზონის დასაწყისში მასზე გუნდის თავკაცი უდიდეს იმედებს ამყარებდა, თუმცა ზამთარში კვარაცხელიას მოსვლამ ლი კანგინს საქმეების საგრძნობლად გაურთულა. ქართველი ფეხბურთელი ენრიკეს ტაქტიკურ სქემაში იმდენად კარგად ჩაჯდა, რომ სამხრეთ კორეელს ლიგა 1-ის ბოლო ტურებში, მაშინაც კი როდესაც PSG-ს ქვეყნის ჩემპიონის ტიტული უკვე განაღდებული ჰქონდა, მცირე სათამაშო წუთები ეძლეოდა. შესაბამისად, ახლა დღის წესრიგში დგას მისი იჯარით გაშვება ან გაყიდვა. პარიზელები კი მის სანაცვლოდ მინიმუმ 30 მილიონ ევროს მოითხოვენ. წერია გამოცემაში. აღსანიშნავია
იმუშავია, რომ პარიზული კლუბი ამ სატრანსფერო ფანჯარაზე რამდენიმე ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს. მათ შორის კი შემტევის ყიდვასაც და როგორც ცნობილი გამოცემა ბილდი წერს, პარიზულ კლუბს სურს იყიდოს ისეთი ფეხბურთელი, რომელიც ნებისმიერ შემტევ პოზიციას მოერგება. პარიზში სურთ, რომ ყველა პოზიციაზე დიდი კონკურენცია იყოს და ფეხბურთელებმა мотиваცია არ დაკარგონ. შესაბამისად, ამ ზაფხული სატრანსფერო ფანჯარაზე მრავალ საინტერესო ინფორმაციას უნდა ველოდოთ. ასევე მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია PSG-ს დიდებულ ჟესტზე, რომელმაც მთელი ამერიკა ალაპარაკა. კერძოდ PSG-მ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალი და მეოთხედფინალები ამერიკის შტატ ატლანტაში Mercedes-Benz არენაზე გამართა. კლუბი კი რამდენიმე დღით ამავე შტატში დაბანაკდა. მეოთხედფინალში მიუნხენის ბაიერნის დამარცხების შემდეგ კი კლუბის წარმომადგენლებმა გასახდელში დაფა დატოვე, სადაც სამ შტატს მადლობა გადაუხადეს. მადლობა ატალანტა. პარიზელთა ამქმედებას კი ამერიკაში დიდი გამოხმაურება და მოწონება მოჰყვა. ახლა კი გადავიდეთ იმ ცხელ ამბავზე, რაც ქართველი ფეხბურთელის თავს ცოტა ხნის წინ გავრცელდა. კერძოდ ნეაპოლურ მედიაში კვარაცხელიას გარშემო დიდი სკანდალი აგორდა. ტუტო ნაპოლის ცნობით, კანალე 8-ზე პირდაპირ ეთერში გაზეტა დელო სპორტის ყოფილმა ჟურნალისტმა გაეტანო იმპარატომ სატრანსფერო ამბების განხილვისას ქართველ ფეხბურთელს შეურაცხყოფა მიაყენა. მან კვარაცხელიას PSG-ში გადასვლის გამო სიტყვა ციგანი უწოდა. როგორც იწერება ამ განცხადებამ მაყურებელში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ნაპოლიმ კი ჟურნალის აკრედიტაცია გააუქმა, ხოლო ტელეკომპანია მას აღარასოდეს მიიწვევს. ნაპოლის მსგავსი ქმედება კი დასაფასებელია, რადგან მათ ქართველი ფეხბურთელი დაიცვეს. თუმცა სამწუხაროა, რომ მოსახლეობის რაღაც ნაწილში კვარაცხელიასადმი მსგავსი დამოკიდებულება. სამი ჩავარდნილი გეგმა. ბარსელონას ზაფხული ცუდად მიდის. ვიქტორ ოსიმენის აგა დასრულდა. ნიგერიელის ახალი კლუბი ცნობილია. ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანია ავიდეთ 2000 მოწონებაზე. რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. კატალონიის ბარსელონას წინა სასეზონო მზადება ჯერჯერობით ცუდად მიდის. ამაზე კი ესპანური მედია დიდ ყურადღებას ამახვილებს. გარდა ჟუან გარსიას ტრანსფერისა და კონტრაქტის გახანგრძლივებებისა, კლუბმა ყველა გეგმა ჩააგდო. მათ ვერ იყიდეს ნიკო ვილიამსი. ასევე კლუბი ახალ სეზონს კამპ ნოუზე არ დაიწყებს და ამასთან ერთად კლუბი კამპ ნოუზე ვერც კამპერის თასზე ითამაშებს. ამ სამ ფაქტზე კი ესპანური პრესა დიდ ყურადღებას ამახვილებს და მენეჯმენტს კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს. უნდა ითქვას ისიც, რომ მას შემდეგ რაც კლუბში ნიკო ვილიამსისა და ლუის დიასის ტრანსფერი ჩავარდა, კატალონიელებმა მარკუს რეშფორდი იჯარის წესით დაიმატეს. მათ კი სეზონის ბოლოს ინგლისელი ფეხბურთელის გამოსყიდვა 30 მილიონ ევროს შეეძლებათ. ასევე დაიწერა კიდევ ერთი ტრანსფერის შესახებ. კერძოდ დენზელ დუმფრისის შესაძლოა ბარსელონას ფეხბურთელი გახდეს. იტალიური გამოცემა სპორტ მედიასეტი უწყება, რომ ფეხბურთელის აგენტმა ჟორჟე მენდეშმა ბარსას წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და კატალონიურ კლუბს თავისი კლიენტის გადაბირება შესთავაზა. მაგრამ როგორც იწერება ინტერს, ფეხბურთელის გაყიდვა მიმდინარე თვის ბოლომდე 25 მილიონ ევროს სურს. მათ კი თანხის მიღება ერთიანად სურთ, რაც ამ ეტაპზე ბარსასთვის ხელსაყრელი არ არის. რამდენიმე თვიანი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა. ვიქტორ ოსიმენი გალათასარაიში რჩება. გალათასარაი 26 წლის ფორვარდის სანაცვლოდ შამში 75 მილიონს გადაიხდის, ხოლო თავად ფეხბურთელის 3 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ნიგერიელი ფორვარდის წლიური ანაზღაურება კი დაახლოებით 18-დან 20 მილიონამდე იქნება. იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე თვის წინ ვიქტორ ოსიმენი გალათასარაიში დარჩენას არ განიხილავდა, ფეხბურთელმა საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება შეცვალა და თურქეთში დარჩა. ნიგერიელის დამატების სურვილი კი ალ-ჰილასა და ივენტუსაც ჰქონდათ, თუმცა ფეხბურთელმა ორივე კლუბს უარი განუცხადა. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი თხოვნა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერე არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.